უფალი იესო ქრისტე ამბობს, თუ ვინმეს უნდა გამომყვეს მე, უარყოს თავისი თავი, ყოველ დღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. პირველი სიტყვა, რაზეც უფალმა ყურადღება გაამახვილა, ეს არის ნდობა, რომ ადამიანს უნდა უნდოდეს. ვისაც უნდა რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი. მეორე არის თავის უარყოფა და ამის შემდეგ ხდება ყოველდღიურად ჩვენ ცხოვრებაში ჯვრის აღება. რას ნიშნავს ჯვარი? ჩვენი თვითონ ჯვარზე ხდება სიკვდილი. ყოველგვარი ცოდვა, ყოველგვარი საწტური, რომელიც ქვეყნიერებიდან მოდის, ჯვარზე უნდა იყოს გაკრული, ან შენ უნდა იყო მკვდარი ცოდვისთვის, რადგან პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ წერილში ამბობს, ძმებო, ყოველდღე ვკვდები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე პავლე მოციქული იმარჯვებდა ცოდვებზე და ქვეყნიერების შემოტევაზე. ამიტომ უფლის სიტყვა გვეუბნება. თუ გინდა რომ გაყვე უფალს, ეს შენი სურვილი უნდა იყოს. პირველი არის ეს ნაბიჯი, შენ გინდა რომ გაყვე. თუ სურვილი გაქვს, მაშინ შენ ეძებ უფალს და ამის შემდეგ უარყობ საკუთარ თავს. უნდა შეძლო უარყო საკუთარი თავი და შემდეგ იღებ ჯვარს ყოველ დღე, რითაც აკვდინებ ცოდვებს და შენ სიკვდილით იმარჯვებ ქვეყნიერებაზე, რადგან ცოდვისთვის ჯვარცმული ხარ, ისევე როგორც იესო ქრისტე და შენ ხარ გამარჯვებული ქვეყნიერების ცოდვაზე. ამით მიყვები უფალს და ქვია ქრისტიანი იესო ქრისტეს ერთგული მოწაფე. უფალმა დაგლოცოს. ამინ.